გარემოვაჭრებისა და დევნილების აქციები დღეიდან პერიოდულად გაიმართება. საკუთარ პროტესტს უმუშევრად დარჩენილი მოვაჭრეები პროტესტით უკვე იკრიბებიან აკაკი წერეთლის სახელობის სკვერთან. პირველ საათზე კი მეტროსადგურ გოცირიძესთან გადაინაცვლებენ. შეკრებების ორგანიზატორი კონსერვატიული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ამის თქმით ამ აქციების საბოლოო მიზანი 19 აგვისტოსთვის მზადებაა. სწორედ ამ დღეს გარემოვაჭრეები და დევნილები პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციიდან თბილისის მერიამდე ფეხით მცდელობას გეგმავენ. ჩხარტიშვილის განმარტებით შეიქმნება ასევე გარემოვაჭრეთა პროფესიონალური ლიგა. გაერთიანებაში დარეგისტრირება ნებისმიერ სურვილს შეეძლება. დევნილების საცხოვრებელი ფართების დაკანონებას გარემოვაჭრეები კი მათი საქმიანობის დაშვებას ითხოვენ. ძალადობის გზით დევნილებს ასახლებენ საკუთარი სახლებიდან, ხოლო გარემოვაჭრეებს ქუჩებიდან. ორივე შემთხვევაში ადამიანები რჩებიან სამუშაო ადგილს და უკმაყოფილების მოპოვების ერთ-ერთი საშუალებების გარეშე. განცხადი იქნება შეტანილი მერიაში, რათა ოფიციალური, ასე ვთქვათ, შეტყობინების სახით 5 დღის თავზე ქონდეს უფლება სათანადო რაოდენობის აქციის მონაწილეებთან ერთად სულობით მანქანის სავალ ნაწილზე ჩავატაროთ მანიფესტაცია რეზიდენციიდან რუსთაველის გამზირის გავლით მერიამდე. კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვა გრძელდება. ილიას უნივერსიტეტის შემდეგ ქვეყნის მოწყობის ახალ მოდელს დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები განიხილავენ. სახელმწიფო მმართველობის მოდელის ცვლილებები, ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსის დაცვა და ადამიანის უფლებები ამ საკითხებთან დაკავშირებით იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მოხსენებებს წარმოადგენენ. საკონსტიტუციო პროექტის განხილვა უნივერსიტეტის მეორე კორპუსში მიმდინარეობს. პროექტის პრეზენტაცია უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა და მას ჩვენი კორესპონდენტი ნანუკა იორდანიშვილი ესწრება. ნანუკა, რა ფორმატის არის ეს შეხვედრა და რამდენად აქტიურები არიან სტუდენტები? სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ინიციატივით ეწყობა. მას დაესწრებიან სახალხო განხილვის კომისიის წევრები. სტუდენტები მათ წინაშე რამდენიმე საკითხზე მოხსენებით წარდგებიან. სტუდენტების ძირითადი შეკითხვები უკავშირდება ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსს, ასევე სახელმწიფო მმართველობის მოდელში შესატან ცვლილებებს, სასამართლოს და ადამიანის უფლებების საკითხებს. სტუდენტური განხილვა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის, სადაც შედგება საკონსტიტუციო კომისიასთან როგორც შეკითხვები, ისე მოხსენებების წარდგენა. სტუდენტები დაუფიქსირებთ ჩვენ აზრს, ასევე მოისმენთ საკონსტიტუციო კომისიისგან პრეზენტაციას და განხილვას იმ პროექტისა, რომელსაც დღესდღეობით საქართველოს განიხილავს სრული მასშტაბით და ასევე პარლამენტი განიხილავს შემდგომ დასამტკიცებლად. ამიტომაც დღეს ძალზედ საინტერესო პრეზენტაციები იქნება და დისკუსიის რეჟიმში გამართება განხილვა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები უწყვეტად ადევნებდნენ თვალს საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობას და დღეს, როდესაც ამ რეფორმის რაღაც პროდუქტი პირველადი სახით უკვე სახეზეა, ჩვენ გადავწყვეტთ, რომ შევკრებილიყავით და ერთად გამგვიხილავთ გვემჩილა პრობლემურ საკითხებზე. თემები განაწილებული გვაქვს სტუდენტებს, ჩვენ ახლა არ ველოდებით პროგრამა ასეთია, რომ ჩვენ არ დავსვათ კითხვებს, უფრო მეტად ჩვენ პირადად ვიმსჯელებთ თუ რას ვფიქრობთ ახალ პროექტზე. უნივერსიტეტში შეხვედრის დასრულების შემდეგ კომისიის წევრები შეხვდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მათ მოსაზრებას მოისმენენ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თაობაზე. სახალხო განხილვები კონსტიტუციის პროექტის გაგრძელდება 24 აგვისტომდე, შემდეგ კომისიის წევრები გამოთქმულ მოსაზრებებსა და შენიშვნებს შეაჯამებენ და მას განსახილველად პარლამენტს წარუდგენენ. მადლობა ნანუკა იორდანიშვილი საუბრობდა კონსტიტუციის პროექტის მორიგი განხილვის შესახებ. საქართველოში რელიგიური პატიმრები გაჩნდნენ. ამის შესახებ ეკაბესელი აცხადებს. არასამთავრობო ორგანიზაციის სოლიდარობა უკანონო პატიმრების ხელმძღვანელი ტელეკომპანია კავკასიის ინციდენტისას დაკავებული ახალგაზრდებისთვის 4 წლიანი სასჯელის მიღებას აპროტესტებს. 8 ახალგაზრდა სამართალდამცველებმა გადაცემა ბარიერის მონაწილეებსა და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის დაპირისპირების შემდეგ გაიყვანეს. საქმის განხილვა საქალაქო სასამართლომ გუშინ განაახლა და გადაწყვეტილება 2 ბრალდების გათვალისწინებით მიიღო. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელი შეშლა და ხულიგნობა. პროკურატურის სასჯელის ზომა და თავად სასამართლო პროცესი გუშინვე გააპროტესტეს მშენებლთა ოჯახის წევრებმა და სამღვდელოების წარმომადგენლებმა. ქვეყანაში გაჩნდნენ არა უკვე პოლიტპატიმრები და უკანონო პატიმრები, არა მარტო, არამედ გაჩნდნენ უკვე რელიგიური, ანუ წამსის პატიმრები და 8 ახალგაზრდა ზვიად ბლიაძეს, ავთანდილ ზუმბაძეს, გიორგი შალამბერიძეს, ჯაბა გურჩიანს, რატიმა ესურაძეს, შოთა ამხარიძეს, გიორგი გაბედავას, ლევან ჩაჩუას შეეფარდათ მიუსაჯეს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ იმიტომ, რომ
ეს ახალგაზრდები იცავდნენ მართლმადიდებლობის ფასეულობებს, ეროვნულ ფასეულობებს, ქართულ ტრადიციებს და ცდილობდნენ თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიციით გამოეხატათ დამოკიდებულება თავიანთი რწმენის მიხედვით იმ ვითარებისადმი, რომელიც შეიქმნა რამოდენიმე თვის წინ გახსოვთ ის ცნობილი მოვლენები, რომლის გაგრძელება იყო ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერში. ქართული ცხრების ექსპორტი ირანში 1020 ცხვარი ქართულმა კომპანია პასტპლუსმა ირანელებს მიხიდა. კომპანია ცხრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ყიდულობს ცხრებს ამჯერად ახალციხის რაიონში შეიძინეს, შემდეგი კი მთათუშეთი იქნება. ირანულმა კომპანიამ ცხრების ბიზნესში $4,000 ინვესტიცია დააბანდა. ერთი თვის განმავლობაში ირანში ექსპორტზე 200,000 ცხვარი გავა. ირანული კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, რამადანის დღესასწაულის დასრულების შემდეგ ქვეყანაში ტრადიციული ცხვრის შეწირვის ცერემონია იწყება. ქართულ ცხვარზე კი არჩევანი ეკოლოგიური სისუფთავის გამო შეაჩერეს. ცხრების ექსპორტი ირანში 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ყოველწლიურად ქვეყნიდან 2,000 ცხვარი გავა. ქართული ცხვარი ეკოლოგიურად სუფთაა, რადგან ის ბუნებრივი, მცენარეული ნაწარმით იკვებება. არჩევანი საქართველოზე სწორედ ამიტომ შევაჩერეთ. როდესაც ჩვენი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს, შეთანხმდნენ, რომ რამაზანის თვის დაწყებისთანავე დაგვიწყოთ ცხვრის ექსპორტი. წლეულს სულ 200,000 ცხვარის გაყვანას გვიყვართ. ჩვენი ცხვრის ექსპორტი ძალიან დიდი მნიშვნელოვანია დღეს საქართველოსთვის. ჯერ მარტო ის, რომ რამოდენიმე ათეული ადამიანი საქმიანდება. მერე ის, რომ 2 თვის განმავლობაში 6 მილიონამდე ინვესტიცია შემოვა საქართველოში და ეს იცით როგორი მნიშვნელოვანია დღეს ჩვენთვის ყველასთვის. გერმანელი მწერლებისა და პოლიტიკოსების მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს წერილის ავტორთა აზრით კავკასიური სახლისათვის შენობის წართმევა უსამართლო გადაწყვეტილებაა. მიმართვაში უცხოელი მწერლები და პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება შემაშფოთებელია, რადგან ეს ფაქტობრივად აღნიშნული ორგანიზაციის გაუქმებას ნიშნავს. მათი თქმის ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის კულტურული ინსტიტუტების შეშინება, შევიწროება გრძელდება. მიმართვაში საუბარია კავკასიური სახლის მიღწევებზე და ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზეც, რომ ორგანიზაცია ევროპული და ჰაინრიხ ბიულის ფონდების, ასევე ევროპული კომისიის მხარდაჭერით სარგებლობს და მისი გაუქმება საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედებს. ხელმომწერთა შორის არიან ევროპის პარლამენტის დეპუტატი, პარლამენტის სახელმწიფო მდივანი და მწერლები, ასევე გერმანულ-კავკასიური საზოგადოების თავმჯდომარე. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სოჩის ცხინვალის რეგიონის სეპარატისტთა ლიდერს ედვარდ კოკოიტის შეხვდება. რუსული მედიის ცნობით, კოკოიტი რუსეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. რამდენიმე დღით ადრე კი 8 აგვისტოს დიმიტრი მედვედევი სოხუმში იმყოფებოდა. რუსეთის პირველმა პირმა შეხვედრა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან გამართა. დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, ასევე გუდაუთაში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა მოინახულა და სოხუმის სანაპიროზე რუსთა მსვენებლებთან ერთად ყავაც მიირთვა. რუსული ეკლესია ხანძრის შედეგად დააზარალებულებისათვის დახმარებას იწყებს რიაზანის ოლქში. რუსეთის სპეცრაზმი ჩავიდა და იქაურ მოსახლეობას საკვები, ტანსაცმელი, საბნები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები ჩაუტანა. შეიქმნა ასევე გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრი, სადაც მოსკოვიდან ჩასული ექიმები მუდმივ რეჟიმში მორიგეობენ. რუსეთში კვლავ რჩება ცეცხლის კერები. ქვეყანა ბოლო 130 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს რამდენიმე კვირის განმავლობაში ებრძვის. ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინცია კვლავ მეწყერსა და წყალდიდობის საფრთხის წინაშე ადით და მდინარე ბეილონგი, რაც ადგილობრივთა გადაადგილებისათვის სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორია. ქვეყნის ამინდის ეროვნული ცენტრის ცნობით, ნალექი კვლავ მოსალოდნელია. ათასობით სახლი უკვე დაინგრა, განადგურდა მილიონობით ცხოველი და ფრინველი. განსუს პროვინციაში დაღუპულთა რიცხვი 1144-მდე გაიზარდა და კარგულია 600-მდე ადამიანი. მაშველებმა 45,000 ადამიანის ევაკუაცია მოახერხეს, თუმცა ზოგიერთ ოჯახში ყველა წევრი დაიღუპა. გადარჩენილები გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ. მათ არ აქვთ სასმელი წყალი და საკვები. ანტისანიტარიის გამო გახშირდა ინფექციური დაავადებების რისკიც. ფიდელ კასტრო 84 წლის გახდა. კუბის ყოფილი ლიდერი ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონის პატარა ქალაქ ბირანში ესპანელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. კასტრო კუბას 48 წლის განმავლობაში მართავდა. ბოლოს კი მართვისადავეებით ძმას 79 წლის რაულ კასტროს გადასცა. საკუთარი იუბილე ფიდელ კასტრომ სახალხო დღესასწაულად გამოაცხადა. კუბის ყოფილმა მმართველმა მილოცა მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერისაგან მიიღო. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საზოგადოებისა და მედიის წინაშე ფიდელ კასტრო თითქმის არ გამოჩენილა.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 14 აგვისტოს ბულგარეთის ქალაქ სოფიაში ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება ევროპის ჩემპიონატის C შესარჩევ ჯგუფს. 6 ქულით ბელგიის ეროვნული ნაკრები ლიდერებს ბელგიელებს 1 ქულით ნაკლები აქვს საქართველოს და ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებებს. ხვალინდელი შეხვედრა თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება ბულგარეთის ეროვნული ნაკრების შემდეგ იგორ კოკოშკოვის გუნდის მეტოქე პოლონეთის ეროვნული ნაკრები იქნება. შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა პოლონეთის ნაკრები 19 ქულის სხვაობით ანგარიშის 84-65 დაამარცხა. საქართველოსა და პოლონეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 17 აგვისტოს გაიმართება.